არა რა თქმა უნდა, ხა ძალიან სწორად დასვით თქვენ ფორმულირება იმ პრიორიტეტებზე, რომელიც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხის ინტერესი აქ აისახოს. პირველი ეს არის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, იმიტომ რომ მაგალითად მარტში შეფასება იქნება პირველი და ეს შეფასება იქნება 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ გვექნება ზუსტად ქვეყანას, როგორც ქვეყანას, გვექნება თუ არა საშუალება, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას დეკემბერში 3 წე უკვე. და ამიტომ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არის ერთ-ერთი ძალიან დიდი მნიშვნელობის, მაგრამ ამ კუთხით არაფერი არ შეიცვლება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძე და ალბათ ის გახდება პრემიერ-მინისტრი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ესეთი ინფორმაცია გვქონდა ბოლოს თქვენ პრინციპში დღეს დაადასტურა იმ სამხარაძემ დაადასტურა რომ ის განიხილება და ის იქნება ასე თქვა ყოველ შემთხვევაში. კი, ალბათ ესე იქნება, იმიტომ რომ იგი გამორჩეულად იყო ანტიდასავლური გზავნილების გამტარებელი და ირაკლი კობახიძე ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც რუსული კანონმდებლობა შემოიტანეს პარლამენტში, მისი დამცველი იყო, თავგადადებული დამცველი იყო, არაფერი განსხვავება დიდად არ იქნება, ხო, ამ კუთხით საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების კონტექსტში. ხალხის ინტერესი, რა თქმა უნდა, რაღაცა კლეპტოკრატიულ ოლიგარქიაში არ აისახება, ნებისმიერ შემთხვევაში ერთი იქნება თუ მეორე იქნება, ხა კლეპტოკრატია რას ნიშნავს, ხო, ქურდების მმართველობას ნიშნავს. აი ესე ითარგმნება პირდაპირ ადამიანები, რომლებიც ვიწრო ჯგუფია, იქ ქურდავენ, თქვათ, ნაქურდალი აქვს გადანაწილებული ბიუჯეტიდან, ამ შემთხვევაში ხალხის ფულია და ეს კლეპტოკრატიული ოლიგარქია ჭამს ქვეყნის ყველანაირ ინტერესს ყველა მიმართულებით. მე სხვა შორის მახსენდება ის დღე, როდესაც გაჟღერდა ცვლილებებზე, მაშინ იყო ეს შეხვედრა გახსოვთ ალბათ რაღაც კონფერენცია, რომელიც ჩაატარეს პარლამენტში ცხადათმასთან დაკავშირებით. დილიდან ეს ინფორმაცია ვრცელდებოდა და დილიდან უარყოფდა მთელი ქართული ოცნება პარლამენტის თავმჯდომარით დაწყებული. აი ეს მათი სახეები მახსოვს ყველასი და სიმართლე გითხრათ, აი იმდენად დამამცირებელი იყო შემდეგ და ჩემთვის აი მეც კი იმ სივრცეში რომ ვიყავი, ჩემთვისაც ძალიან მძიმე აურა იყო. გეუხერხულად თქვენს, მათ მაგივრად გეუხერხულად. იმდენად ამცირებს. ხო, აი ხო არის რაღაცა გზნობა გეუფლება, იმდენად ამცირებს ყველა ადამიანს და იმდენად არაფრად არ აგდებს, რომ დილას რაღაცა ყველანი დაეწყენ და ამბობდნენ, რომ არა, რა თქმა უნდა, არ შეიცვლება, არაფერი გადასარევია ირაკლი ღარიბაშვილი და მე აღმოჩნდა, რომ თურმე ირაკლი კობახიძე განიხილება და მთელი ესე ვთქვათ, მინისტრთა კაბინეტი უნდა შეიცვალოს. ანუ და დღის ბოლოს სრულიად შეცვალეს მათ რიტორიკა. ნუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც თავისი ნებასურვილის მიხედვით ყოველგვარი მიზეზების გარეშე და არ ვიცი, ის აზრი, რომ რაღაც ვიღაცა შეიძლება ცოტათი გაძლიერდა და ამიტომ გადაწყვიტა ეხლა ეს უფრო გაძლიერებული მოიშოროს და კობახიძე შემოიყვანოს თავის ანალიტიკას. ხო, არ ვიცი, შეიძლება ეს იყოს ხო, მაგრამ კორუფცია რო აქ არაფერს შუაშია ცხადია. ნამდვილად, სხვადასხვა მოსაზრებები მოვისმინე, მაგრამ ეხლა ჩემი ვთქვათ, რაღაც პროფესია არ არის, რომ ფსიქოანალიზით დავკავდე ბიძინა ივანიშვილის. არც გეკითხებით ამიტომ ამ თემაზე. პირიქით, დიახ, პირიქით, კორუფციაც, კლეპტოკრატია, როგორც გითხარით, ქურდების მმართველობა პირდაპირ სიტყვით ითარგმნება, ასე ოლიგარქიული კლეპტოკრატია ძლიერდება. პირიქით, იგი ცდილობს, რომ შეიძლება რაღაცნაირად გაცილებით უფრო რაღაცა სხვა კომბინაცია დაინახოს და ეს კომბინაცია ყველას უნდა ესმოდეს, რომ მომგებიანი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მისთვის, საკუთარი ინტერესების ჭრილში ხედავს ამ ყველაფერს, საკუთარი ფინანსური უსაფრთხოების ჭრილში ხედავს ამ ყველაფერს, ამიტომ ამ კონტექსტში არაფერი განსაკუთრებული არ იქნება, რა თქმა უნდა. კი, არ იცვლება არაფერი, მაგრამ ხატია, იცვლება თუ არა რამე ოპოზიციისთვის, ოპოზიცია, რომელიც ასევე ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა, ხო? ოპოზიცია, რომელმაც უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, საარჩევნო წელია, რომ მათ მიიღონ ხმები, ოპოზიცია, რომელიც არის გადაჯგუფებებისა და გადალაგებების პროცესში, ახალი მოთამაშეებით შემოდიან, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, აგერ ეს ყველაფერი ეს პროცესი არ დასრულებულა. აი თქვენთვის ოპოზიციისთვის რაიმე იცვლება, თუნდაც იმითი, რომ არ ვიცი, ხა ღარიბაშვილის მაგივრად იქნება ირაკლი კობახიძე, რომელიც ვიცით როგორიც არის, ხო, იგივე ოპოზიციასთან მიმართებაში. ანუ აი დღის წესრიგი თქვენთვის გარკვეულწილად იცვლება თუ არა?
არა, მე ვფიქრობ, არაფერი ოპოზიციისთვის ამ კონტექსტში არ იცვლება. პირიქით, ხალხის ინტერესი უნდა იყოს ასახული და ამ არჩევნებზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მთავარი ამოცანა, რომელიც არის საქართველოს მოქალაქეების მიზანი, ქვეყნის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ევროინტეგრაცია, ეს უნდა შესრულდეს და შესრულდება როგორ არა ოლიგარქიული კლეპტოკრატიის გაძლიერებით, არამედ პროდასალური ძალების, ასე ვთქვათ, ძალების ჩანაცვლებით, ხო? ანუ იმ ადამიანების ჩანაცვლებით, იმ ადამიანების, ვინც რეალურად პასუხისმგებლები იქნებიან უშუალოდ თვითონ საკუთარი ცოდნით და გამოცდილებით ამ ქვეყნის წინაშე, ამ ქვეყნის განვითარებაზე და მომავალზე. ამიტომ არაფერი შესაკრებთა გადანაცვლებით, არაფერი საერთო მიზანი არ იცვლება, რა თქმა უნდა. ერთადერთი მე ძალიან ხშირად მithქვავს, ძალიან ესე თქვენთანაც, თქვენს კოლეგებთანაც, რა ვიცი, ყველა კითხულობს ახლა როგორ იქნება ახალი გაერთიანება, ახალი პლატფორმა, ვინ იქნება, როგორ იქნება. ეს თავისთავად ინტერესის საგანია, რა თქმა უნდა და ამაში მე ცუც ვერაფერს ვერ ხედავ. პირიქით, ჩვენ პოლიტიკოსები ძალიან საჯარო და გამჭვირვალე უნდა ვიყოთ და ანგარიშვალდებული ვართ თქვენთან პირველ წინაშე, მედიის წინაშე და ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ამიტომ ეს რაც მე ვფიქრობ, რომ რაც წარმატებას მოიტანს, ეს იქნება სრული კონტრასტი და სხვაობა ქართულ ოცნებასთან. როდესაც ჩვენი მოქალაქე დაინახავს, რომ ჩვენ, ანუ ოპოზიციის რაღაც ნაწილი, ხა ოპოზიცია სხვადასხვანაირია. კი, ოპოზიცია არის განსხვავებული. აი, დღეს ნიკა მელი ამაც და ნიკა გვარამი ამაც გააკეთეს გარკვეული განცხადებები ერთმა Facebook-ზე და მეორემაც ისაუბრა ამის შესახებ. ნიკა მელი ამბობს ესეთ რამეს, ვიყავი ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე, ვიქნები იქ, სადაც სისტემის დემონტაჟი, მისი ცვლილება ახალი ჯანმრთელი მოცემულობით იქნება შესაძლებელი, სადაც არ იარსებებს გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების მქონე არანაირი ხმა გარდა ხალხის ხმისა. ერთობაზე საუბრობს მელიაც და ეს ისეთი ძალიან კონკრეტული გზავნილია. ნიკა გვარამიას კიდევ უფრო ისეთი მკაცრი შეიძლება ითქვას გზავნილი ჰქონდა, წაკითხული გექნებათ ამის შესახებაც, მან თქვა, რომ ეხლა არ არის რაღაც წარსულის გარჩევის დრო, როცა შეიცვლება ყველაფერი, შემდეგ გავახსენოთ ერთმანეთის წარსულიო. ხატია, შენ თვითონაც ახსენე, რომ აი განსხვავება და კონტრასტი უნდა ვაჩვენოთ ბიძინა ივანიშვილთან. ივანიშვილი იქნება თქვენი მთავარი სამიზნე, თუ ნაციონალურ მოძრაობასთან განსხვავება და დაპირისპირება, რაც იყო ამდენი ხნის განმავლობაში მელიას მხრიდან, თუნდაც ეს დარჩება კვლავ დღის წესრიგში. მე ამ წუთას ახლა ამ შემთხვევაში ჩემი სახელით შემიძლია გესაუბროთ, იმიტომ რომ მე არ წარმოვადგენ არც ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებას და პოლიტიკურ პლატფორმას, ახლა ამოცემულობით ეკა და შემიძლია ჩემი ინტერესი გითხრათ და შემიძლია გითხრათ ზოგადად მე რას ვფიქრობ. და კი, რა თქმა უნდა, ერთობის მოწინააღმდეგე არავინ არ არის და პირველ რიგში ერთობა იყო ზუსტად, მაგალითად, მე მახსოვს 2020 საპარლამენტო არჩევნებზე პირველად პრეკოალიციური განაცხადი გაკეთა, მაშინ ზუსტად იმ პარტიიდან, რა პარტიაშიც მე ვიყავი, მაგრამ ასევე არსებობდა პრობლემები შემდეგ ამ პარტიაში, რომელზეც ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო და რომლის გამოც მე პრინციპულად ეს პარტია დავტოვე ნაციონალური მოძრაობის, რომელიც არცად არ წასულა ეს პრობლემები, ეხა დავასრულებ თუ შეიძლება. არ გამქრალა, რა თქმა უნდა. დიახ, არსად არ წასულა, არ გამქრალა და ეს პრობლემა მე არ მგონია, რომ ასე ვთქვათ, არ არის ზოგადი ოპოზიციის პრობლემა, მაგრამ რაც შეეხება სამიზნე ვინ იქნება, ჩემთვის მე გეტყვით, ვინ არის მთავარი სამიზნე, ჩემთვის ყველა ის ადამიანი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება რომ ამ ქვეყნის ინტერესები საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენოს, ან ჩრდილოვანი მმართველობისთვის გამოიყენოს. მე არ მომწონდა ნაციონალურ მოძრაობაში და არ მომწონს. ეს არ მომწონს ჩრდილოვანი მმართველობა, ისევე როგორც ეს არის თქვათ ქართულ ოცნებაში. ანუ სამიზნედ რჩება კვლავ ნაციონალური მოძრაობაც, მაგას ვფიქრობ. არა, სამიზნედ, არა, მე ვფიქრობ, მე ავწერე ფორმულა. სამიზნედ რჩება ის, რომ ამ ქვეყანაში იყოს პოლიტიკაში საჯარო ინტერესი ასახული და ხალხის ინტერესი ასახული და ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკოსები, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელი ამ ქვეყნის მომავალზე, განვითარებაზე თუ აწმყოზე, ეს პოლიტიკოსები წარმოადგენდნენ საკუთარ თავს და ქვეყანაზე ფიქრობდნენ პირველ რიგში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ბუნებრივი და ეს აინტერესებს ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის განათლების კონტექსტში, მართლმსაჯულების კონტექსტში. ამაზე გვექნება ჩვენ საუბარი და შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ, მაგრამ
თავარი სამიზნე რაც არის, ეს არის რომ ეს ქვეყანა როგორ უნდა გავიდეს სამშვიდობოზე, რა თქმა უნდა, ეს იქნება უპირველესი საზრუნავი მადლობა ძალიან დიდი.